რომ არ გადაგავთ, რადგან წირვის შემდეგ საუბარი გვაქვს კიდევ და დღეს ვამთავრებთ რომაელთა მიმართ ეპისტოლეს და ამითი ერთ-ერთ ყველაზე დიდ და მთავარ და რთულ წერილს ჩვენ ასე დავამთავრებთ. დღეს იქნება სულ 45 წუთის საუბარი. მაგრამ მანამდე ნახეთ სიზმრები. ხო აი ხო ხშირად გვისიზმრება რაღაც. და სიზმრები გვაფორი აქებს ჩვენ, ხო? ნახე გარდაცვლილი დედა, ნახე გარდაცვლილი მამა, სხვა რაღაცას მეუბნებოდა, წყალში იდგა, ხო იცით ეს სიზმრები ყველაფერი. ან მაგალითად ესეთი რაღაცეები, რომ აი ლოცვაზე ვდგავარ და მეწყდება მტკნარება. ვაუმე ხოლმე ამას. აი ლოცვაზე რომ დავდგები, იმ დროს მტკივა ფეხი, იმ დროს მეწყება მტკნარება, იმ დროს მეხანება ცხვირი, ხო ამთ ამას, ხო? აი როგორ უნდა აზე უნდა იფიქროს ადამიანმა. ნახეთ, ადამიანი რისგან შედგება? ღმერთმა როგორ შექმნა ადამიანი? სხეულისაგან და სულისგან, ხომ ასე? მაგრამ ეს სული კიდევ ორად იყოფა. ნახეთ, სული რომელიც შეიცნობს ღმერთს, ის მხოლოდ ადამიანს აქვს. სული რომელსაც შეუძლია ღვთის სიტყვას ჩაწვდეს, სული რომელსაც შეუძლია წაიკითხოს წინასწარმეტყველება და იმის აღსრულება გაიაზროს, მხოლოდ ადამიანს აქვს, გესმით? აი სულის მეორე ნაწილი სამშვინველოს ვეძახით ქართველები იმას, ხო? ის ცხოველებსაც აქვს. მაგალითად რა ძაღლსაც უყვარს, ღნა არ უყვარს თავის შვილი. ძაღლსაც შეუძლია მიჩვევა და ძაღლმაც იცის გზნობები, ტირის ხოლმე ძაღლი, ან სხვა ცხოველი, ხომ ასეა? მასაც აქვს სამშვინველი, მაგრამ მას არ აქვს რა? სული, რომელიც ღმერთს შეიცნობს. ძაღლმა არ იცის რომ თვითონ არსებობს. ძაღლს არ შეუძლია გარედან შეხედოს თავის თავს. ესაა განსხვავება ჩვენსა და ცხოველებს შორის. ასე შექმნა ღმერთმა, გესმით? ამიტომ ის მშვინვიერი ჩვენც გვაქვს მშვინვიერი, გესმით? აი ის სიზმრები, ის შიშები, ის გზნობები, ეს ემოციები, ის თუნდაც ლოცვის დროს მტკნარება, ეს მშვინვიერია ყველაფერი, ისაც სხეულის არის ან სამშვინველის არის. მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი არის სული, რომელიც ღმერთს შეიცნობს, ხომ ასეა? აი წყინვალისი გენიალური მაგალითია ბიბლიაში ამის. ნახეთ, ბაბილონის მეფე იყო ნაბუქოდონოსორი. და ნაბუქოდონოსორმა ებრაელები წაიყვანა ტყვედ ბაბილონში, ხო? და იქ ბაბილონში მოხდა ესეთი რამ, დანიელი იყო იქ, ერთ-ერთი ახალგაზრდა ებრაელი ბიჭი, ყრმა, რომელიც ღვთის მადრიდ იყო გაგრძნობილი და ნაბუქოდონოსორმა ნახა სიზმარი. გამოცხადება ჰქონდა მას ესეთი და ამ დაიბარა ყველა თავისი სიზმრის ახსნელები, მკითხავები, წინასწარმეტყველები, ბრძენი ხალხი და უნდა ამიხსნათ ეს სიზმარი. და ესენი უნებიან მოგვიყევი მეფეო სიზმარი, გითხარი რა სიზმარი იყო და აგიხსნით. ნაბუქოდონოსორი რას ეუბნება, იცით ნაბუქოდონოსორი? არა, მასე არა. თქვენ თუ ღმერთს ელაპარაკებით, თქვენ თუ ღმერთთან კავშირი გაქვთ, თქვენ თვითონ გეცოდინებათ მე რა დამესიზმრა. მე თუ მოგიყევით სიზმარი, მაშინ როგორც ფსიქოლოგები ამიხსნით ამას, რა თქმა უნდა, გესმით? ეს ფსიქოლოგია სხვა არის და ღმერთის გამოცხადება სხვა. და არავის არ შეუძლია უთხრას რა ნახა მეფემ სიზმარი. მეფემ ნახა მართლაც წინასწარმეტყველური სიზმარი გამოცხადება, ის ხედავს მისი სამეფოს შემდეგ რა მოხდება. რომელი სამეფოები იქნებიან მსოფლიოში და ბოლოს ყველა სამეფოს დააქცევს ლოდი, რომელიც არსაიდან გამოჩნდა უცბად, დაეტაკა ამ სამეფოებს 4-ვეს და ყველა დაიფშნა. ის ლოდი არის იესო ქრისტე და მისი მეუფება, რომელიც მოვა მეორედ მოსვლისას, ხო? და ვერავინ ვერ უხსნით. დანიელი მოვიდა, იპოვეს დანიელი, დანიელს ღმერთმა გამოუცხადა ის რაც მეფეს ესიზმრა, კი არა გამოეცხადა და დანიელმა აუხსნა. დანიელის წიგნში, დანიელ წინასწარმეტყველის წიგნშია ეს ბიბლიაში. ეს ხედავთ განსხვავებას ხედავთ? თუ ღმერთისგან არის ეს გამოცხადება, ეს სულისმიერია და მხოლოდ ღმერთს შეუძლია ეს აღვიხსნას. ის, რასაც ჩვენ სიზმარში ვხედავთ, ეს არის ჩვენი სამშვინველის, ჩვენი სხეულის, ჩვენი ფიქრების, ემოციების, გზნობების შედეგი. ხანდახან. აი მაგალითად, ადამიანი ამბობს ხოლმე, რომ პატარა ბავშვი თუ დამესიზმრა, ყოველთვის ალბათ ხვდები. ხო ამბობთ ხოლმე ამას. თუ პატარა ბავშვი, რატომ? არ გიფიქრიათ ამაზე? იმიტომ რომ ბავშვი ხო სისუსტის სიმბოლოა. აი პატარა თოთოა, მოულაჭირდება. და თუ ადამიანი ალბათ ხდება ვირუსი აქვს უკვე სხეულში მაგალითად. სუსტად გრძნობს თავს უკვე, გესმით? და ესეთი ფსიქოლოგი ფსიხე მისი ისე მუშაობს, რომ ამ დროს ხედავს სიზმარში ბავშვს. რომ თვითონ გრძნობს უკვე, რომ ალბათ უნდა გახდეს, გესმით? აი მაგალითად თუ მაგალითად დაესიზმრა ვირთხა მაგალითად თაგვი, ეხლა ძალიან უსიამოვნო ცხოველია, როცა შეხვდება. ესე იგი რაღაცა საშიშროება აქვს მას გარშემო
და ესე უხსნიან ხომ მკითხავების და ფსიქოლოგებიც ასე უხსნიან, რომ შენ რაღაც შეგემთხოვა და მართლა შეემთხოვა ხო. მაგრამ ეს განა იმიტომ, რომ იწინასწარ მეტყველა მან. ადამიანის ფსიხე ესე მუშაობს. ესეთი ადამიანი, რომ ხანდახან როცა რაღაცა ემუქრება, გრძნობს, თვითონ ცნობიერად არ შეუძლია თქვას რა ემუქრება, მაგრამ მისი როცა ძინავს, მისი სამშვენელი ასე ანახებს მას, გესმით? ვაი, გუში ვიხუმრეთ კიდევაც, რომ თოლიები თუ დაგეისიზმროთ, ესე იგი ლამაზ ქალებზე ფიქრობთ. თოლია თუმე, თოლია ფსიქოლოგიაში ლამაზი ქალის სიმბოლო ყოფილა. ან ცხენების რემას თუ ხედავთ, ესე იგი გათხოვებაზე ფიქრობს, ხალი და კაცებზე ფიქრობს. გესმით? ესე მუშაობს ადამიანი, მაგრამ ამას რა კავშირი აქვს სულთან და ღმერთთან? სული რაც არის, იმას ღმერთი გვიცხადებს, როგორც ღმერთს უნდა ისე და იმას ვერ ავწდებით, გესმით? აი ესა, თავი ნიშნავანი. აი, ნახეთ მათეს სახარებაში როგორ ამბობს ქრისტე, სულის თვალი, რა არის სულის თვალი? გონება. სულის თვალი არის გონება. შენ თუ გინდა სულით იცხოვრო, გონება უნდა იმუშაო შენმა და გონება უნდა იკითხოს ღვთის სიტყვას, სწავლობდეს, ლოცულობდეს, მცნებებს იაზრებდეს. აი მაშინ სული მხედველია. ბრმა კი არ არის სული შენი. აი ის სული, რომელიც ღმერთ შეიცნობს. ბრმა კი არ არის მხედველია, სულის თვალი არის გონება. აი ეს როგორც გითხრათ, კედელზე უნდა დავაწეროთ სახლებში ყველა. სულის თვალი არის გონება. ისე როგორც სხეულის თვალი, ეს თვალის კაკლებია, გუგებია. სულის თვალი არის გონება ჩვენი, რომელიც გზას უჩვენებს გადარჩენისკენ, ცხოვრებისკენ და ცოდვის არიდებისკენ უჩვენებს გზას ადამიანს. გესმით? აი ესე ძალიან გთხოვთ, რომ ვიფიქროთ ამას და გავარჩიოთ, მაშინ ჩვენ სრულყოფილი ადამიანები ვიქნებით. და ანუ გვეგონება, რომ სიზმარი რაიმე ღვთაებრივს ნიშნავს. არა, ის ჩვენი სამშვენელისთვისება, რომელიც ხანდახან ესე გამოხატავს რაღაცა შინაგან ქვეცნობიერს ხანდახან, ან რაიმე და გზნობას, რომელსაც ან საშიშროებას, ან სიხარულს თუნდაც, რომელსაც ჩვენ გონებით ვერ ვაფიქსირებთ. აი ეს უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისგან, იმიტომ რომ ხშირად მოდიან ხოლმე ჩემთან, აი აღსარებაზე მოვა და მიყვება სიზმარს. თითქოს სიზმარს რამე ცოდვასთან არ კავშირი. აი სიზმარს რა კავშირი აქვს ცოდვას? ეს შენი განწყობების შედეგია, რამე რომელიც ამოვიდა. შენ იმაზე იფიქრე, გონებით რა შეგეშალა? გონებით რა შეცოდე? რა დაგავიწყდა ღვთის მცნებისგან, ღვთის სიტყვისგან და ის თქვი აღსარებაში სიზმარს რა უნდა? ხო? აი უნდა გავარჩიოთ ეს ყველაფერი და ვიცხოვროთ, სულით ვიცხოვროთ და სულით ვიაროთ, როგორც გვეუბნება ახალი აღთქმა. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, შეგეწიოთ უფალი და ეხლა ეს 10 წუთი შევისვენოთ და დავიწყოთ სულიერი საუბარი რომაელთა დიდ ეპისტოლეს ვამთავრებთ დღეს და საინტერესო იქნება ყველასთვის, ყველას შეგიძლიათ